ამ მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახავთ თუ საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბატონი მიშიკო კოშკაძე. უფრო დაწვრილებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ, ასე რომ აუცილებლად დარჩეთ ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი, საყვარელი ქალაქები გორი, ქუთაისი და პეტერბურგი. საყვარელი მწერლები ნიკოლოზ ბარათაშვილი, მორის ფოცხიშვილი და galaktioni. საყვარელი სასმელები ვისკი, კონიაკი და არაყი. ჰობი მუსიკა. წელიწადის საყვარელი დრო გაზაფხული. საყვარელი ფერები თეთრი და შავი. იდეალური პიროვნება ოთარ რამიშვილი. საყვარელი ფრაზა. უწინ ხომ ლოთებს ლორდები ერქვათ, ახლა უბრალოდ ლოთები ქვიათ. ბიოგრაფიული შტრიხები. მიშიკო კოშკაძე დაიბადა ქალაქ გორში 1968 წლის 1 დეკემბერს. დაამთავრა ნომერ მე-20 საშუალო სკოლა 1985 წელს. ამავე წელს ჩააბარა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. 1987-99 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური მოსკოვში. მისი პირველი კონცერტი მოეწყო უნივერსიტეტში 1986 წელს. მიშიკო კოშკაძე მეოთხე კლასიდან ვაჟთა გუნდში მღეროდა, რომლის ხელმძღვანელიც იყო ზაქრო ზარიძე. შემდეგ კი მიშა მცურავიშვილის ვაჟთა გუნდში გორში გადადის. მისი მასწავლებლები იყვნენ ზაქრო კაკალაშვილი და ოთარ რამიშვილი. მიშიკო კოშკაძის ჩატარებულმა პირველმა კონცერტმა შემოქმედებითი წარმატებები მოუტანა. სხვადასხვა წლებში იგი სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდა გასტროლებზე. 1997 წელს დაოჯახდა. ყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი მარიამი. იგი 2001 წელს ოჯახით საცხოვრებლად გაემგზავრა პეტერბურგში. იგი ბავშვობაში საკმაოდ ცელქი ყოფილა, თუმცა თვითონ მიიჩნევს, რომ არაფრით გამოირჩეოდა სხვა გორელი ბიჭებისაგან. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. მას პატარა მარადონასაც კი ეძახდნენ მეგობრები. ყველა ფიქრობდა, რომ მისგან კარგი ფეხბურთელი გამოვიდოდა, მაგრამ მამისაგან გამოყოლილმა მუსიკალურმა ნიჭმა თავისი გაიტანა და ისიც მეოთხე კლასიდან უკვე კარგად მღეროდა. სწორედ მამის სიყვარულმა აღებინა ხელში გიტარა. პირველი აკორდები გიტარაზე გურამ მამუკაშვილმა ასწავლა. სწორედ მისი საშუალებითა და ხელშეწყობით დაუკავშირდა ცნობილ მომღერალს ოთარ რამიშვილს. მიშიკო, საინტერესოა, როგორი ბავშვი იყავი და რას გაიხსენებდი ბავშვობის პერიოდიდან? ჩვეულებრივ როგორც ყველა ისე მოვიყავი ხა. ზოგი ჩვენ ფეხბურთზე დავდივდი, ხა სხვა ბავშვი სხვა სპორტზე დადიოდა. ჩვეულებრივ აბსოლუტურად არავითარი განსაკუთრებული არ მქონდა. როგორც თქვა, ხა მე მღეროდი ხო, სხვა რაღაცას აკეთებდა სხვა. აბსოლუტურად ჩვეულებრივ. არაფერი ისეთი განსაკუთრებული. საინტერესოა, მიშიკო, როდის აღმოაჩინე შენში მუსიკალური ნიჭი და რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ შენ გიტარა აიღე ხელში? ახლა მე მეოთხე კლასიდან მღერი ვარ. იცი რა მახსოვს, მესამე სკოლაში როცა ვსწავლობდი. პრინციპში მეოთხედან მეცხრეს ნახევარი მესამე სკოლაში ვსწავლობდი. ნონა პაიჭაძე შექმნა ვაჟთა გუნდი ზაქრო ზარიძის ხელმძღვანელობით და იქ მღეროდი, ჩვეულებრივ მე უკვე მამა რო დაღუპა, მე კლასის დიდ გუნდში გადავინაცვლე, მიშა მცურავიშვილი იყო ხელმძღვანელი. აი ესეთი რაღაცა და აი სკოლა და ხა მამა რო გიტარის დაყვრა და თვითონ გიტარის სიყვარული ეხლა აღარ მიყვარს თორე. აი თავიდან ძალიან მოყვარდა. შემოყვარა ამაჩემა და მე ოთარ რამიშვილმა საერთოდ იმოქმედა ძალიან ჩემზე, რომ კარგად შემესწავლა და მე დამეხვეწა უფრო რა. ასე რომ მამის სიყვარულით და პატივისცემით ალბათ. რა ვისწავლე მე ხო წავედი ჯარში, მაგრამ აი ჩემი პირველი სიმღერა იყო მოსკოვში მსახურობდი და ჩემი პირველი სიმღერა იყო იტირე საქართველო. იქ ვიყავი როცა 9 აპრილი მოხდა. ჩემი პირველი სიმღერა პირველი იყო იტირე საქართველო. რა ნახოთ სულ საქართველოზე მინდა ისე მიყვარს რომ ვერ ავძლებ ხო. პეტერბურგშიც ვერ ავძლებ. სულ მინდა რომ იმიტომ გავაკეთე ახლა დიდი 1 წლიანი ვიზა და 2 წლიანი რომ ესეთი მოწვევებით და იმებით რომ ვიფრინო იქით აქეთ. და იქაც ვიყო და აქაც ვიყო, რომ ძალიან მენატრება ხოლმე. აქაურობა. ხო, აქაურობა თქვენ სულ ყველანი გორელები. მე ახლა გორელი ისე მიყვარს და თლიანად საქართველოს ავიღოთ ყველა ხალხი ქუთაისი თქვათ ისეთი ისა აქვს მოგონებები ქუთაისში და ისეთი რაღაცები, რომ არ შეიძლება რომ არ გიყვარდეს უბრალოდ. მიშიკო კოშკაძემ 1997 წელს შექმნა ოჯახი. მისი მეუღლეა მარინა მეტრეველი. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი მარიამი. ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევხვდით მათ, რადგანაც ისინი ამჟამად პეტერბურგში არიან. თუმცა მიშიკომ გულახდილად გვიამბო, თუ როგორ გაიცნო მარინე და როგორ შექმნა ლამაზი ქართული ოჯახი. მე ვიცი, რომ ძალიან კარგი ოჯახი გაქვს, როგორ შექმენი შენი ლამაზი ოჯახი და რაც გეტყვი შენს მეუღლეზე, მარინეზე და შენს ქალიშვილზე. აი იმად გარეშე კი ნახდათ არ შემიძლია.
აი ხლაც მაგიტო ვარ ესე გაფასებული ვლაპარაკობთ და აი ისინი იქ რო არიან და მე რო აქ ვარ ხო აქ მე აქ მინდა ყოფნა იმათაც მაგრამ წავალ მალის როგორ გაიცანი შენი მამალი აა მე მესამე სკოლაში ვასწავლობდი ბავშვებს იგავიცანი მაგრამ მარიამას თუ აგვამაყლა მარიამმა და ძალიან აი ესეთი რა ვაფშე ვერ დავძლებ მაგათგარეში და ერთი მყავს და უნდა გავუზავდო როგორც მე მინდა და როგორც ჩვენ გვჭირდება საერთოდ და როგორც მართლა საქართველოს ჭირდება განათლებული და ისეთ იმიტომ ვარ პეტერბურგშიც და იმიტომ ვარ საერთოდ ცოტა ხანი მაინც რომ სულ არ მინდა იქ გაჩერება ნამდვილად არ მინდა და ნახოთ რა როგორც წავასწავლო მოყვა მამის და პაპის ნიჭი გამყო მე მგონი კი როცა ყავს ღერის თავის არის ნახოთ როგორ წავა რა შენ რამდენად გეხერხება ოჯახში რაღაც საქმიანობა მე იმდენად მეხერხება რომ აი კაი მე ოჯახი ხარ შეშურდება პროსტ ამას გეუბნები ყველანაირი იმის garaში აი ვინც მისნობს ვისაც გენაკითხე ყველაფერი აბსოლუტურად 1986 წელს გაიმართა მიშიკო კოშკაძის პირველი კონცერტი, რომელმაც აღიარება და შემოქმედებითი წარმატებები მოუტანა. შემდეგ იწყება მისი არაერთი საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ეძლევა სისტემატიური ხასიათი. იგი ამაყობს იმით, რომ ქოლის საზოგადოება რეკლამის გარეშე იცნობს და ამით ძალიან ბედნიერია. მიშიკო კოშკაძის ჩამოსვლით გახარებული მეგობრები ჩვენთან აღთვალებით საუბრობენ მისი პიროვნული თვისებების შესახებ. მოვიტყოდე რომ მიშიკო კოშკაძე არის წყინვალე ბოლელი წყინვალე მომღერალი და წყინვალე მოქალაქე. ბავშვობიდან ვსწავლობ მიშიკოს. მე არა თამამად შემიძლია ვქარო, იგი ჩემი მეგობარია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვა ჩემ ტექსტებზე მღერის. დღევანდელ ფონზე საერთოდ აი იმდენი მომღერალია მომრავლებული, მიშიკო ნამდვილად წყინავს, მე ასე ვიტყოდე. თუ შეიძლება მიშიკო კოშკაძესადმი მოსულნექსაც აგიკითხავდეთ. რა გიზგიზებს ესე ემბუხარს გული რომ ხიათ ხოლმე სახელად ერთხელ ხომ მაინც დაფიქრებულ ხარ ხომ მოიყარე ბიჭო ამხელა ხშირად თრებაო ამბობს მავანი ვისაც რა უნდა იმას როშავდეს ქვეყნად ბევრი ამ პარტავანი მათან არადგას მიშკა კოშკაძე იცი ყველაფერს გულთან მიტანა ხომ არა ეჭობს ცოლის შემთხვევით საყვარელს აგავს შენი გიტარა ეხუტები და ისე ეხვევი ამ ნიჭისათვის მადლო ფუფალო ამ ბიჭისათვის ჩემ გორს მადლობა ხან ამაყი ხარ და ხან უბრალო დარდის იცი და დარდი მანდობაც იღებ გიტარას დაყელს იღერებ მე კი კვლავეძებ ისეთ მომენტს რომ ჩემო მიშიკო სანამ იმღერებ იქნება თვითონ ჭიქაც მოგვესწრო მამუკა ნადირაძე მიშიკოს ბავშვობის მეგობარია. მასზე ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და სათქმელი. იმ საინტერესო ამბებზე რაც ერთად გადახდენიათ. მიშიკო უკვე ერთი კვირა რა ჩამოსულია სანქტ-პეტერბურგიდან, მოენატრა ქალაქს, მოგვენატრა ჩვენ საძმაკაცოს, რავი, კურსელებს, კლასელებს. ნუ მიშიკო ისეთი პიროვნებაა, რომ აბსოლუტურად არა მარტო აი მე თვითონაც ძალიან ბევრი რამე მისწავლია მიშიკოსაგან ის, თუ ეს ელემენტარული ზრდილობა, კულტურა, ქცევა, აი ქართული ტრადიციები ყოველთვის სხვადასხვა კარიერა მიშიკო რო სანქტ-პეტერბურგში ერთი სხვიდან რაღაც ელჩი ყავს ჩვენ გორელებს, ქალაქელებს, საყვანი, ნუ ასე ვთქვათ, ქართველებს იქ რო ასე მიშიკოსნაირი ყარაჩოხელი გემრიელი კაცი თავისი მუსიკით, თავისი გიტარით, თან ოჯახიც ხო იყავს მიშიკოს არა? ყველაფერი კარგია, რაღაც საერთოს ვარიანტია მიშიკო რო აი თურმე როგორი ტრადიციების ხალხი ვართ ჩვენ ქართველები და გადასცემს იმ კარგს, სუფთას, ლამას, რაც არის ქართული. მიშიკოზე კიდევ უნდა გითხრათ რომ ქუთაისში როდესაც სტუდენტური დღეები იყო მე ამას გეტყვით ამ 3-4 წლის უკან მიშიკოს მისცეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება თავისი გემრიელი სიმღერების ხარჯზე და კაცობის ხარჯზე მაშინ რადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა ეს ღონისძიება კონცერტი კურიოზი რაც შეიძლება კურიოზი ხო გაინტერესებს ნუ ჩემი ყოველი ფეხის ნაბიჯი კურიოზია მაგრამ მიშიკოსთან ურთიერთობაში ვართ ვანში ვანის გვერდით არის სოფელი ჭყვიში სადაც გალაქტიონ ტაბიძე დაიბადა ხო და ესე გალაქტიონს ნათელში იყო სკოლია 8 თუ 9 და-ძმა და როდესაც ჩვენ ექსპონატების სანახავად შევედით საწოლი განახვეს იქ პატარა ქოხი იყო ესე იგი რა ხდება დაკეტა ამ ქალმა ბოლოს ეს ყველაფერი გამოვედი ჩვენ და მიშიკოს ვეღარ პოულობ სად არის მიშიკო გიტარა არ არის მიშიკო არ არის თურმე მიშიკო შესულ ამ გალაქტიონის სახლ-მუზეუმში წამოწეულა გალაქტიონის საწოლში იქ ხის ჩვენ პიცარზე უჭირავს გიტარა და ღერის ეს ქალი გაგიჟებულია შვილო ჩამოდი და აიცადე და ერთ სიმღერა კიდე გალაქტიონს უყავდა ნეტა მიწა გამსკდომოდა რა იმ პერიოდში მაგრამ ისე კარგად დამთავრდა ყველაფერი ისე გემრიელად რომ ყველა მავიტარეთ ეს პატარა კურიოზი ზვიად შერმადინი ის ადამიანია
რომელიც მიშიკოს 37 წელია რაც იცნობს. მასზე დაუსრულებლად შეუძლია საუბარი. იგი აღნიშნავს, რომ მიშიკო არის სიკეთით სავსე პიროვნება და მას ყოველივე კარგს უსურვებს ცხოვრებაში. მიშიკო გოშკაძეს მე უყურებ უკვე ამდენ 37 წელიწადია. ხოდა შემიძლია ვილაპარაკო დაუსრულებლად. ბავშვი როგორი იყო და ანგელოზი ბავშვი იყო, როგორიც დიდია, ისეთი ბავშვი იყო. ბავშვობაში ფეხბურთი უყვარდა ხოლმე ძალიან, აი ამის გახსენება მინდა და ცაცია იყო, პატარა მარადონა იყო. ფილიგრანული ტექნიკა ჰქონდა, აზროვნებდა და უმცროსი ძმა ყავს მიშიკოს ვოვა. იმან უფრო ითამაშა, მაგრამ ფეხბურთი გორის დილაშიც თამაშობდა. აი სამნი ხოლმე მე გარეს ჩავაყენებდით, რამხელა მოვედანიც იყო რკინიგზის სკოლის ეზოში ფეხბურთს თამაშობდით ხოლმე, საზამთროზე მიდიოდა თამაში და ვიგებდით ხოლმე საზამთროებს. წენი უმცროსები იყვნენ, მე ცოტა უფროსი. საკმაოდ სერიოზულ ფეხბურთელებს უგებდით ხოლმე. რაც შეეხება მიშიკოს პიროვნულ თვისებებს, ეს არის სიკეთით სავსე პიროვნება, დოჩანაშვილის გმირებს მაგონებს. ხოდა ხელოვნების სიყვარულმა და ნიჭმა ძლია ამ ფეხბურთისას და ხელოვნებას მიყვარს კაცი. მინდა უსურვო წარმატებები ყოველივე კარგი ცხოვრებაში და მინდა რომ იცოდნენ ხალხმა რა თანამედროვე ცხოვრობს ჩვენს გვერდით. აი ამას უსურვებდი მიშას და ამას უსურვებდი ქართველ ერს. ყველაფერს სიკეთესთან ერთად რომ იცოდნენ ვინ ცხოვრობს მათთან ერთად. მიშა კოშკაძე 3 წელია რაც პეტერბურგში ოჯახით ცხოვრობს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ის არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში. ამ ბოლო პერიოდში მონაწილეობდა მისი პედაგოგის ოთარ რამიშვილის საიუბილეო კონცერტში. აგრეთვე მონაწილეობა მიიღო კონცერტში სახელწოდებით თბილისური გაზაფხული. მას დაგეგმილი აქვს კონცერტების გამართვა ჯერ გორში, შემდეგ თბილისსა და ქუთაისში, სადაც აუცილებლად იმღერებს ახალ სიმღერებს და მსმენელს რუსულ შანსონებსაც შესთავაზებს. მისი სურვილია გორი კულტურის ცენტრად გადაიქცეს, სადაც ყველა ჰარმონიულად ცხოვრობს. მინდა რომ ჩემი ქალაქი გადაიქცეს კულტურის ცენტრად. და ის პეტერბურგში რაც სოდნა მივიღე და თქვა რაც ისე ეს ჩემი სოდნა რეალიზაცია მოახდინო ამ სოდნისა აქ. და მინდა რომ აი ყველა ლამაზი იყოს და ყველა აი ესე ჰარმონიულად მიდიოდეს, აი როგორც სიმღერა მოგწონს. მოხედა, აი ეგრე მიდიოდეს ქალაქი. მიშიკო კოშკაძე ჭეშმარიტად ქართველი ბარდია. მისი სიმღერებიდან ნიაღვარებით წამოსული სითბო და სიკეთე კაც სულით ხორცამდე შეეძრავს. ახალგაზრდა დიდხან სიმღერებს, კი არ იმღერებს, ილოცებს უღრუბლო ქართული ცისა და სიყვარულის უკვდავებაზე. ასე წერს მის ახალ ალბომზე ოთარ რამიშვილი. ჩვენი ზღა დაგვრჩენია ახალგაზრდა შემოქმედს, მრავალი წარმატება და წინსვლა ვუსურვოთ. საკუთარ თავსა გამომდის ვიქე რადგან შენს სულში მე ჩემს სულს ვეძებ და შენს ფიქრებში ვამჩნევ ჩემს ფიქრებს თუმ შეიძლება ვირჯები ქუჩა მაინც არ ვისგან, არ ვითხოვ შვერად, შენი ნაბიჯი მივყვები ქუჩა, შენი ღიმილი უღივი ყველას, საშიხები ხდებიან მცკრივად, ჩვენ გავეცადით ერთმანეთს ადრეს მე ვიცი წრემლის გემოდა ყადრი ჩვენ გავეცადით ერთმანეთს ადრე მე მას მარგალიც არასდროს ვადრი
ეცას ხომ შენი თვალები გულზე აერსა შენი ვირტუალი სუთხა ჩემს სიზმრებშიაც ჩემს სიზმრებს ვხედავ დაიდანჯება სული და ხორცი ხანდა ხარჯვა ლექსებსაც ვხედავ დაფუძნებს შენი გულშევით მოწმი როსარა ირეს კარს ვამბობ შენზე საკუთარ თავსაც გამომდის ვიგე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ჩვენ ტრადიციულად ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგენ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.